წნევიანი მასწავლებლის. თითოეული ქართველისთვის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი გმირების დამსახურება, ეს არის თითოეული ქართველის დამსახურება და არც ერთი ქართველის დაღურული სისხლი არ უნდა იყოს ქუჩა და ჩვენ ეს დამოუკიდებლობა, რომელიც მოვიპოვეთ ძალიან ბევრი ჩვენი საამაყო, ჩვენი ერის შვილის სიცოცხლის ხარჯი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს. ამისთვის ვალდებულები ვარ და სწორედ ამასაც ვაკეთებ. ჩვენთვის თავარია ის, რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა მშვიდობიანად, დემოკრატიულად და ამას ვაკეთებ კიდეც. დღევანდელი დღეს უერთდება თელავი მთლიან საქართველოს მასშტაბს და ძალიან ბევრ საინტერესო სანახაობას, საზეიმო განწყობა შევქმნით და სანახაობას თავაზობ თელაველებს და თელაველების სტუდენტებს. საქართველოსთვის დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამაზე მნიშვნელოვანი შეიძლება ითქვას, რომ ბევრი დღე აქტიურად არ გვაქვს ჩვენ და მინდა საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე უსურო გაწყინება, განვითარება და წინსვლა ჩვენს ქვეყანას. აქ ახლა გამოგვალოს საქართველოს შერაულ ძალებში არსებული როგორც საარტილერიო დანადგარების ტექნიკა, აგრეთვე ბეტა-4, აღსანიშნავია, ყველაზე აღსანიშნავია, რომ წარმოადგენელი ყავს აგრეთვე საქართველოში ნაწარმოები ჯავშანი ტრანსპორტირების დიდგორი, აგრეთვე ნავთობსმენები, ასოციაციების ხმოვანი და სამოსახლო და აგრეთვე არის ჯავშანი ჟილეტი და ჩამოხტია. აგრეთვე შეუძლია მოსახლეობას გაეცნოს თუ რა აღჭურვილობა აქვს პირად შემადგენლობას, როგორც შეიარაღება, ისე პირადი ძალიან გახარებული ვარ დღევანდელ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავია და ამასთან დაკავშირებით ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ ახალი საქართველო გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი შევამკვათ, რადგანაც ეს კიდევ ერთხელ გამოხატავს ჩვენს დამოუკიდებლობას ამ გმირების მიმართ. ასევე ჩვენი წუხარება გვინდა გამოვხატოთ იმ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტის მიმართ გიგა ოსმოზონიას დაღუპვის შესახებ. დღეს სწორედ ეს ადამიანი უნდა მივაბაროთ მიწას და თვლით, რომ ეს არის კიდევ ერთი ნიშანი და ჩვენი ვალდებულება იმის, რომ ვიბრძოლოთ, ვიშრომოთ და შევქმნათ ყველამ ერთად ახალი ღირსეული საქართველო.